გიორგი ბაჩიაშვილის საკითხს ეხმაურებიან კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები. როგორც კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა, ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელდა წამება და მისი ორგანიზატორი გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი დავით გოგიბერაშვილია. ლემონჯავას თქმით, გოგიბერაშვილი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ საკითხზე შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს. ოცნების წევრები დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებენ გამოძიების შედეგებს დაელოდოთ. დავით გოგიბერიშვილი არის წამების ორგანიზატორი და ის რაც გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩაიდინეს არის არა უბრალოდ ძალადობა ან ცემა, არის კლასიკური გაგებით ნებისმიერი ცივილიზებული სტანდარტით წამების დანაშაული, იქნება ეს გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია თუ იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, უფრო მალე ვიდრე მას გონია, მას მერე რაც საქართველოში დამკვიდრდება ევროპული კოალიციური ტიპის მართლობა. მას მერე რაც საქართველოში იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მაღალპროფესიული მართლმსაჯულების სისტემა, მას მოუწევს, რომ პასუხი აგოს კანონის წინაშე. მნიშვნელოვანი საკითხია, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს ძალიან დიდი გულისყურით და სერიოზულობით ვეკიდებით და სწორედ ამიტომ იყო რეაგირება, როგორც ციხის შესაბამისი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე თუ ამის საჭიროება არის და ბუნებრივია არის, შესაბამისი გამოძიებაც ჩატარდება, თუ რა მოხდა რეალურად რაშია საქმე, მაგრამ ფაქტი ერთია, სახელმწიფოს ამ შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებას ჰქონდა მყისიერი რეაგირება, იქნებოდა ჩემი ინფორმაციით ორმა პატიმარმა ერთმანეთში იჩხუბეს და ამაზე ბუნებრივია იქნება შესაბამისი რეაგირება, რაც არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. თუ გამოიკვეთება, რომ პენიტენციურ დაწესებულებას ჰქონდა იმისი ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, რომ ეს აღეკვეთა, მაშინ ბუნებრივია შესაბამისი პასუხისმგებლობა იქნება, მაგრამ თუ ჩვეულებრივ რიგით ყოფით ნიადაგზე ორ პატიმარს შორის დაპირისპირებაზეა საუბარი, სადაც და რასაც ვერ აეცილებდა თავიდან პენიტენციური დაწესებულება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში საუბარი ზედმეტია ვინმეს გადადგომაზე.